სეზონში სწორედ იბერია 1999 ჯიჯარის წესი თამაშობდა და მან დაიწყო აქტიურად შეტევა, ჩაუშვა ბურთი საჯარიმოში და პირველსავე წამებზე შეიქმნა საფრთხო მომენტი. ითაბარდირებზე ვერ ვისაუბრებთ იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც 2 ან მეტი გოლი აქვს გატანილი. აბა კარდავა კარგი მომენტი მასპინძლები გააქტიურდნენ, გოშტელიანი მშვენიერი შანსი ანგარიშის გასახსნელად და გახსნა კიდეც იბერია 1999-მა კაპიტანმა გაიყვანა წინ. ურამ გოშტელიანი ამ სეზონში ეს მისთვის არის მეორე გოლი. 10 ქულით გოშტელიანმა თავად დაიწყო ეს ეპიზოდი, მისი გააქტიურება, აჩქარება, მერე კარდავას პასი საჯარიმოში, არადამაჯერებელი მოქმედება დაცვაში რიანი იყო ძალიან ცუდი. დაკარგა ბურთი, ფეხი დაუწდა, მერე გოშტელიანმა როგორი ესე დიაგონალური რეიდი შემოგთავაზა ორ ცოლს შორის და პლუს მეკარის წინააღმდეგ გაიარა, გაილაღა, თავისუფლად ჩაეწერა. თანა ლიდერია სპაიერთან ერთად ცოცხალ ხელში. ახლა სამგურალის პასუხი ვნახოთ, სწრაფად შეიძლება გასცენ პასუხი 1-1-ია, უკვე შეიძლება გატანა და ყოჩაღ მეგრელიშვილი. რა ბურთი მოიგერია აქ კლაუდიო სებოლინიას წინააღმდეგ ქართულმა მეკარემ. დასჭირდება დახმარება. ხორხელი იყო ისევ ძალიან კარგი, თავის გუნდში საუკეთესო დღევანდელ მატჩში ის პირველი ეპიზოდიც და შემდეგ ეს მომენტიც თავად შექმნა. პრინციპში კარგი იყო სებოლინია. იბერიაში და დაბრუნდა სამგურალში, წაწოდება საჯარიმოში, კარგი მომენტია, ეს იყო რეალური და შეიძლება 100%-იანი შანსიც კი და იყო არაერთი საინტერესო ფეხბურთელი იყო კი ქოჩერაშვილი, გიორგი ჩაპიტაძე და ასე შემდეგ. წაწოდება საჯარიმოში, სელიმოვიჩი ახტა საბოლოოდ ხელებში მიუვიდა სიუკაიოს ბურთი. 0 ამჯერად უტევს იბერია. სელიმოვიჩი 2-0. რამხევაზე ახტა აქ ლუქსემბურგელი ცენტრალური მცველი. რამდენად უშლიან მეკარის ხელს და რამდენად იყო მეკარის და თავდასხმა, ეს არის გასარკვევი. კონტაქტი არის ფეხბურთელებს შორის, ეს ჩანს. აქედან ასეთი რაკურსი ძნელი გასარჩევია, და აქედან გამოჩნდეს უკეთ. თავად სიუკაი ხოლმე ჭერდა, ყოველ შემთხვევაში მეკარიზე შეხება საჯარიმოში მის ტერიტორიაზე უმეტესად დაშჭადია ხოლმე. ნახოთ მოკლედ, რამდენად არის ჯარიმა შეტევაში და რამდენად შეიძლება ეს გოლი გაუქმდეს. იქ სამგურალის მცველი ჩართულია, ძალიან ძნელად გასარჩევი ეპიზოდია, იმიტომ რომ გარდა მეკარისა იქ თავის მხრივ ამისულაშვილს იჭერს სამგურალის მცველი. ამისულაშვილი კონტაქტშია მეკარესთან. ბევრი რამ არის გასარკვევი და უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ მატჩის თავარმა არბიტრმა. პროტესტებენ რა თქმა უნდა იბერიას მხრიდან ფეხბურთელები, მწვრთნელები, მაგრამ ნახოთ ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არბიტრმა. მისია საბოლოო ვერდიქტი და სიტყვა. აბა ნახოთ ალეკო აფციაური. უწოდა მწვრთნელებს ამ შვიდებისკენ. კიდევ ერთხელ ეპიზოდის გადახედვა. ძალიან ძნელად გასარჩევია. იმდენი რამ ხდება ამ ეპიზოდში. ვის უშლის ხელს, მცველი შემტევს, შემტევი მეკარეს. საჯის გამოცდილებას ვენდოთ და მის საბოლოო სიტყვას. გოლი გაუქმებულია, გონერია და მათ შორის ხორხელი ამჯერად მისი დარტყმა, მისი ძმის დარტყმა და მოიგერია ეს ეპიზოდიც. ჯობა ხორხელს მეგრელიშვილმა ამ თამაშში. ძალიან კარგი შესრულება. სამგურალი მარჯვნივ არის, სივცე რა კარგი თამაშია, ორივე გუნდი როგორ აქტიურობს, ხორხელი სივცე აქვს, თავადაც შეუძლია დამთავრება. მარჯვნივ გააკეთა პასი დარტყმა. გადარჩა იბერია, მშვენიერი თამაშის მაყურებლები ვართ. და აქ კარგი ეპიზოდი, როგორ გაიჭრა ხაზი, 2-1-ის წინააღმდეგ არიან და ლუკას კაფე. ბრაზილიელს გააქვს გოლი, სელიმოვიჩის გოლი გაუქმებულია, მაგრამ იბერია მაინც ახერხებს, რომ პირველ ტაიმში 2 ბურთი არის სხვაობით იყოს წინ და ედოშვილი საგოლე გადაცემის ავტორი. ბრავო ახალგაზრდა ფეხბურთელს, საქართველოს 21 წლის ნაკრების წევრი იყო, იგი შარშანელი ევროპის ჩემპიონატის დროს. მშვენივრად ითამაშა, როგორ გაჭრა ხაზი, როგორ გაიყვანა აქ 2 თანაგუნდელი, ამირად ზაგანია და ლუკას კაფეოლივეი და მეკარის წინააღმბასი, ჩაწოდება საჯარიმოში, არ გამოვიდა დარტყმა, ხორხელი შეუძლია უკვე დარტყმა, ისევ მეგრელიშვილი. და შემდეგ ცეცხლაძე გრძელდება შეტევა, ჩაბრუნება, მორიგი დარტყმა, კიდევ ერთი მომენტი. ზიდა 2 მეტოქე, 2 თანაგუნდელი მეტოქის წინააღმდეგ გაიყვანა მეკარის პირისპირ.
გაიეს კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ურტყამდა 22 წლის ბრაზილიელმა, რომელიც თავის მესამე სეზონს ატარებს კრისტალბათ ერტრედია საუკეთესო ბომბარდირი. შემდეგ დატოვა ქვეყანა, ითამაშა ზლინში ჩეხეთში და დაბრუნდა აგერ ასეთ გუნდში როგორიც იბერია, რომელიც ახლა გოლს უშვებს და ეს გოლი გაქვს ლაშა კვარაცხელიას, რომელიც ვისაუბრებ ზლინგდან დაბრუნების შემდეგ ითამაშებს იბერიაში. შეცვლის ლუკას კაფეს და მარცხენა ფლანგიდან შეუტევს. ჩვენ კი წინ გველოდება დასკვეთი 10 წუთი, ორივე გუნდის აქტიური გულშემატკივარი ტრიმამთავრდა მატჩი, რომელიც მოიგო იბერია 1999 და მოიგო ზედიზედ მეორე შეხვედრა. დააგროვა 10 ქულა და სპაიერთან ერთად გახდა ჩემპიონატის თანალიდერი.